მშვიდობისა, მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, დავბრუნდი მე, დადგა კვირა და რა თქმა უნდა, ეთერშია ყველაზე სასაცილო, ყველაზე გასართობი გადაცემა ანეკდოტების შოუ. ისეთი მაგარი სტუმრები მყავს, აი, ყველა ოჯახში რო სასურველი ადამიანები იქნებიან, ისინი გნებავთ თავისი მიღწევით და გნებავთ თავისი ნაღდი ქართული ვაჟკაცრული და კაცობით. მოკლედ, ბევრს აღარ ვისაუბრებ, წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად საინტერესო პირველ რიგში ისტორიის მქონე ადამიანები არიან და მერე ჩვენც გაგვიზიარებენ მათ, ასე ვთქვათ, ოდნავ ან შეიძლება ძალიან იუმორისტულ ამბებს. მე მინდა სტუდიაში მოვიწვიო უმაგრესი, არ ვიცი, თვითონ ჩამოვათმევნე ყველაფერს, ალექსი დავითაშვილი და გიორგი მოდებაძე. სოფლიოში ვინ არიცნობს დავითაშვილ ალექსას? მასზე დამწყები პოეტიც ჭიდაობით გალექსავს. პარტნიორიც მოჭიდავე გიორგია მოდებაძე. ხალიჩაზე როცა გადის მხოლოდ მოგებას. ლექსის წერაში ევროპისა და სოფლიო ჩემპიონობისგან ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ამ ჩემპიონების გამოცხადება რატომღაც ლექსად მომინდა. ალექსის და გიორგის ტიტულები რომ ჩამოვთვალო, გადაცემაში რეკლამის დრო აღარ დაგრჩება. მართალია, ამათ რეკლამა არ ჭირდებათ, მაგრამ ჩვენ ჭირდება. ალექსი კახელია და კაცითელი უყვარს. გიორგი კი იმერელი კახელია და ციცქარ კაცითოული ურჩევნია. ანეკდოტებს ყველი და პურივით ყვებიან, თუმცა რაღა დაგიმალოთ და ხაშლამა და მწვადი გაცილებით ურჩევნიათ. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა. სხვა არხზე გადართვა ისჯება ერთი კვირით სიცილის უფლების შეგენაცვალე რა როგორ ახარ? აი, იმიტომ მიყვარხარ, ჯერ ხო მიწაწყალი ხარ და მე თქვათ მიწაწყალი მომიყვანე. შეგენაცვალე. როგორ ბრძანდებით? კარგად, შენ როგორ ახარ? მადლობა, გენაცვალებით. ესე იგი, აი ეს არის ატრიბუტიკა, რომელიც ძალიან ერევს მიშლის ხოლმე, იმიტომ რომ რაც ბერდები ნელ-ნელა ყურში მაკდება და განსაკუთრებით ეთყობა აქეთ და მიშლის ხოლმე, მაგრამ არა ესეთი კარგად არ ჩანს ეკრანზე, გაიგე მოხსნილი რო გაქვს. რა დაგაბერებ, შენ რა დაგაბერებს პატარა სიძახიში. არა, შენი შემხედვარი რომ დღესაც ვარჯიშობ. მოდი რა, კიდე ერთხელ დავაფიქსიროთ შენი მიღწევები მითხარი, რამდენჯერ და ბოლო ვიცით განსაკუთრებულად, მაგრამ აი სულ რამდენი ავარ ვიტყვი, 8 ჯერ ავარ. სოფლიო ჩემპიონი და 8 ჯერ საქართველოს აბსოლუტური ფალავანი და სხვებს აღარ ჩამოვთვლი. და ვეტერანებშიც გადატეხე ყველა. ვეტერანებშიც კი. ესე იგი, ეს ოქროს ადამიანი რომ მომიყვანე რა, პირველი რაც ახლა მაყურებელს ვეტყვი რომ სანამ შემოვიდოდე სტუდიაში, გავცვალეთ აზრები და გიორგიმ თქვა რომ ჩემი დედულეთიდან არის წარმოშობით ლაგოდეხის რაიონის სოფელი ლელიანი, ხო? მოვიკითხოთ პირველ რიგში ლაგოდეხელები. ესე იგი, ჩავარდნილი იმერული ბაჯაღლოა შუაგულკახეთში. ხო ესია? აქცენტითაც ლაპარაკობენ და მეც ნუ ეხლა გეტყვი მაგარ რაღაცას რა, ლაგოდეხში ვარ მე დაბადებული სამშობიაროში. ჭკვიანი კაცი იყო მამაჩემი, თელავში არ მუშაობდა და გურჯანში ყوار ამშობიარებდა და ლაგოდეხში გამაქანა ეგრე. ალტერნატივა იდეალური. ას ქვია, ჰერეთის კარი, მაგარი. და სხვათა შორის დამეთანხმებით ალბათ რომ ძალიან სერიოზული თქვენი მიმართულების მოჭიდავები ბიჭები ყავს სამკუთხეს, ხო ესია რა? ლაგოდეხს მაინც და მაინც ერთი კაცი ხო ახლა ჟორია ნავაძე ჟორია ახლა. ხო, ჩემი ნათლია. ნათლია და ისეთი მაგარი და ისეთი წაროშრელი კვალი დატოვა თქვენ სფეროში. მე მგონი 1000-ად გიქციოს. მაგარი, მართლა მაგარი კაცი. ძალიან მაგარი ადამიანი. ჩაოფოს ღმერთმა. მომიწია, ვიცნობდი კარგად ხე ჟორია ნავაძე. პანჯიდუ. კი ბატონო. გიო, მოდი გითხარი შენ შესახებ რა ხდება? მე კახლა ვარ ძიუდოისტი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ფინალისტი, ევროპის თასის სამგზის გამარჯვებული. და ყველაფერი ეს რაც მე მივაღწიე არის პირდაპირი ცალსახად ალექსის დამსახურება, იმიტომ რომ
ასული ვიყავი რაღაც მიზეზების გამო სპორტიდან და ალექსის დიდი მოწადინებით დავბრუნდი გაგაბრუნდა შთაგაგონა პირველი საკმაოდ წარმატებით ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ყველა იქ მოსამსახური ადამიანს გოგუებს ძალიან დიდი პატივისცემით რომლის წვლილი შეაქვს ჩვენ საქმიანობაში ნამდვილად და სამი იმიტომაც ახართ ესეთი საამაყოები და აი რა ვიცი ხა ისეთი მაგარი არა სხვათა შორის შეუპათა შენ გადაცემაში შედანიკასთან რო ვიყავით მაშინაც ავთქვი და რახამეს მადლობებზე წავიდა სანამ თავარ თემაზე გადავალთ რომ პრემიები გაკეთება მეთქი ამ ვეტერანებში და არის სასიხარულო ინფორმაცია რომ გაკეთდა უკვე ვაში გინაც აბა რატო დაგიძახი 5000 ლარი ხო არა გახვალა არანაირი პრობლემა გაჟონა ინფორმაცია რაც ეხლა წეგან იქ ქონდა საუბარი რათ მაგათ და 20 მაგათ უკვე გაათმაგდება ამ ვეტერანების მართლა მაგარი საქმე გაკეთდა რა თქმა უნდა ჩემო ძმაო ეხლა სპორტსმენები უმეტესი და თავს უარებებდნენ ზოგი რას აკეთებდა ზოგი რას აკეთებდა და ეხლა რო იციან უყურეთ რა მაგარია ძიუდოს ფედერაციის დევიზი დაიწყე ძიუდოთი და ბოდიში და დაამთავრე ძიუდოთი რა ეხლა მოკვდი მაგას ხო არ ვიტყვი კაცო ხო რა თქმა უნდა დაამთავრე ძიუდოთი და ბოლომდე ამ საქმეს ეხლა აღარ გეყოლება იქ ავამტყოფი ეხლა სხვათა შორის ჭიდაობას თავს რო ანებება რა ეხლა ანეკდოტების შოუში ვარ და მაინც ისე გადმოდი კარგი გამოვა უფრო კარგად ვიტყვით კი და რასაც ვიტყვით კიდე ვიტყვით რა ჩვენ გადავხვდა თავზე აუცილებლად და აი რა არის ყველას კარგი რა მინდა რომ დავამთავრო იცი რომ ამდენი მაგალითად ერთი თვე რომ გავჩერდები მაგალითად ორი კვირა ყველაფერი მткиვდება და ეხლა ზუსტად ასე ვარ მე რომ დალევაზე ვიზე არავიზე ამის თქმა ამას ვიძახი ყოველს არავიზე ნაკლებს არც ერთი ვეტერანი არ აშრომობს ვისაც შედეგი აქვს რა თქმა უნდა და ეხლა უფრო გაათმაგდება რო იცის რომ ოჯახში რაღაც ერთ-ორ კაპიკს შეიტანს და ძალიან მადლობა საუბრობას ეხლა სხვანაირად არ გამოვიდეს ამას არავის გაუკეთებია გაკეთდა ეხლა არა რატო უნდა გამოვიდეს აი იცი რა ზუსტად ამაშია საქმე რომ სიკეთეს და კარგს უნდა თქმა რა თქმა უნდა უთქმელობა მადლობა ღუპავს კაცობრიობას არა მარტო საქართველოში და რატო კაცო თუ იზრუნეს თუ გააკეთეს 10 წელია რაც ეს ვეტერანთა ჩამოყალიბდა როგორია 70 ქვეყანა რომ სოფლიოზე იჭიდავებს და ევროპაზე 45 ქვეყანა იჭიდავებს არავის ნაკლები წვალება ამას არ უნდა და საქართველოს დროშაც როგორც სხვა აწინებს ისე შენაწეინებდა გენაცვალა აუცილებლად დააფასეს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო რა თან როგორ არის იცი ნახე მადლი ამბავი რომ ყველა სფეროში არის აღარავის აღარ ვჭირდები წლების მერე ეგეთი ფრაზა და ამას რო ამოშლი და შენ მიცემ საშუალებას რა რომ ეს გააკეთებინო დიახაც მადლობა და ღმერთმა გაუმარჯოთ მაგრად იყვნენ და კარგად იყვნენ ეგ კი არა იდეაც კი გამიშდა რომ ვეტერანი მსახიობების თეატრი ხო არ კარგი იქნება და საინტერესო რა ყველაფერი საინტერესო იქნება რომ ყველა დასაქმდება ამ საქართველოს თუ კი შეუძლია და მოსდევს თქვენ ნამდვილად ის ფრაზა მინდა ბოლომდე მივიტანოთ ჩვენი ქვეყნისთვის ჯერ ადრეც არ აკლებდნენ ჩვენი მაგარი ბიჭები ღმერთმა აცხონოს ვინც არ არის უკვე ამ ღვთისმსახურში მაგრამ ეხლა ჩვენი ქვეყნისთვის ჯიუდომ რავი როგორც გინდა ისეთი ამბები დაატრიალა რომ მე გეუბნებით რომ ჩვენ ქვეყანას მისცა მეორე სუნთქვის და მეორე ამოსუნთქვის საშუალება საერთოდ ჯიუდომ და სპორტსმენებმა აი ნუ მართლა მაგარი ამბები ბოლო პერიოდში მოხდა წარმატებებს გულისხმობდა სულ ახლახან ეხა ხვიჩა სად გადახტა და სად წავიდა და მართლა ეს პატარა ბიჭი ჩვენ ქვეყანას პატარა ქვეყანა როგორი ჯერ მერაბი მრაქნა მერე ხვიჩა მრაქნა ისე პირდაპირ ვიტყვი კაცო ეხლა ადამიანი ქართველები რასაც ეხლა შვებიან ამ სპორტში და ამას რო ვერ დაინახავ ეს არა დამთავრებული ამას კაცო აგერ ჩვენ იუმორისტულ გადაცემას ვაკეთებთ და სიმღერებს უძღვნით მე რა ხვიჩას და გვაქვს ერთი ამბავი და ჩვენ მოჭიდავებიჭოს გადაცემას სიხარულით და ბედნიერებით და იმ ტელევიზორთან რა ხდება ხოლმე მეორეთ მოსვლა ამიტომ მე ამ თქვენ განულზე და მომავალზე კიდე წარმატებები მინდა გისურვოთ ჩემო ეს დიდი მნიშვნელოვანია როცა გიორგი აგერ ზის და შენ
კიდე ვცდილობ რომ ადამიანებს დაუშვათ იმ ცუდ გადაწყვეტილებაზე შეამოაბრუნო და ისევ ამხელა რაღაცა და და შორის ძალიან ბევრი ბოდიში პატა ძალიან ბევრი შემოტრიალდა თან ეხლა 50 წლის კაცი ვარ და ამ ბავშვებსაც მე სტიმულს ვაძლევ თან ეხლა მეათეთ რომ ჯერ ვაჯერა ვარ მაგრამ 10 ჯერ თუ გავხდი სოფლიო ჩემპიონი შეგადაცემა გახდები პირდაპირ შეთან მოვალ მეთქი რომ ის ძიგარო კანოსტასი სუსამ კაცა აქვს სოფლიოში და მე-4 მე ვიქნები იქნები აუცილებლად მეთქმა თუ მოიდომა და ხოშეკ პირდაპირ შეთან მოვალ მეთქი აუცილებლად ჯერ ჩემი ჯილახა და მები ვარ და კახელები რო ერთმანეთი უდგავართ გვერდით ეს ძალიან მიყვარს ძიმეები კი ვართ მაგრამ სიმძიმეში თუ შეგიყვარდა კაცი მე რა თქმა უნდა დატო პირდაპირები ვართ რა ი ბატონო ეხა ნუ კიდე ეხა არ შეიძლება რომ ავწდით ეხა და ბექაური არ ვახსენოთ გასიძახი ეგუნა მე და ეხლა ეგურ ბექაურს რო დღეს 23-24 წლის ბიჭი ორჯერ ოლიმპიური ჩემპიონი არსებობს ქვეყნები სადაც ორი ოლიმპიური ოქრო ქვეყანას არა საერთოდ ვიძახი ამ კაცს შენ არ დააფასებ და ეხლა ბოდიში სხვანაირად არ გამომივიდეს რა მე მაგალითად სპორტსმენი და ემოციური კაცი ვარ ჩემო პატა ემოციური კაცი ვარ და ბექაურს რო არ დააფასებ შენის ქართველი არ ახარ პირდაპირ განცხადებას ვაკეთება შენი შოუდან რა კი ბატონო და გეთახმები ყველას თავისი ცხოვრება გვარა იმით შეხედე კაცმა რაც გააკეთა კაცო იმათ ცუდი არ გაუკეთებია არაფერი ეხლა საერთოდ მაგაზე ცუდის გაკეთება ზედმეტი ალაპარაკი ეხლა ძალიან კარგად ხვდები და ხვდება მაყურებელი რასაც გულისხმობ ბოლო მოვლენებს მაგრამ გასაგებია კაცო ეხლა ეს ამას არ წერს ჩვენ ქვეყანას ვერ გავარებოთ თავარი რომ ჩვენ ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე ბიჭებო რაც შეეხება აქ ეხლა არის ანეკდოტების შოუ თქვენ კიდევ როგორც თქვი წარმატებები წინ მაგრამ ყველას ვეუბნები ხოლმე ალექს რომ ესე იგი როცა მე ეს საქმიანობა დავიწყე დილის გადაცემა იყო ხოლმე 8 წელი მუშაობდი და ეხლა რა თქმა უნდა ხელფასი მქონდა მაგრამ აი მას ვერც წარმოვიდგენდი მე სხვა არხზე ბიჭებმა მოიფიქრეს ეს ფორმატი მადლობა მათ რომ თავის დროზე მე დამიძახეს წამყვანად და რაღაცნაირად ისე მივიდა საქმე რომ პატარა ბიუჯეტი გამოვნახეთ რომ ვინც ასე ვთქვათ, კარგად იხუნებს, კარგი ისტორიას მოყვება, ისეთ შეჯიბრებში გაქვთ მონაწილეობა ეს რა მოსატანია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცოტა, მაგრამ საპახმელიო ფულს ნამდვილად მოიგებ კაცი, ხო და ასე რომ ტყუილად არ მოგიყვანეთ ახლა. ესე იგი, აქ ანეკდოტებზე ვამბობდი, რომ შეიძლება იყოს თქვენი ისტორია და პირიქით უცხო ისტორიები უფრო კარგია, თუმცა თუ გაგახსენდათ რამე ანეკდოტი არ მოგერიდოთ, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ამ საქმეში ხო არ პროფესიონალი. კარგი დავები. კი ბატონო, ყველა ინდივიდუალურად ყვება. მოდი ახლა მე შეთან ანეკდოტებს არ მოვყვებ და რაც ჩვენ გადავხვდა იმას მოვყვები და ძირითადად მე უბრალოდ გეუბნებით რომ ადამიანი ყველა აი მაგალითად ჭიჭიკია ბიჭიკია ხო? ყველა ყვება თავისებურად რა. შეიძლება 100 ჯერ გაგონილი ქონდეს და გაიგუდოს იცით ისეთი მაგარი იყოს, მაგრამ ამბებში მოგდევთ გეთანხმებით რომ ესია. მოკლედ ნახოთ დღევანდელი გადაცემის თემები თქვენის ნებართვით მე ნელ-ნელა ვისაუბროთ ლელიანზე და ლაგოდეფაში გადაშიქ რეჟისორს ვთხოვ ოქროს ადამიანს სხვათა შორის ავად ვიყავი და რამდენიმე გადაცემა ბოლო ვერ ჩავწერე და მეც დაბრუნებული ვარ ახალი კახელები, ექიმები, ოჯახი, სვანები, მეგრელები, ნადირობა, მოგზაურობა, ქუთაისური სპორტი, აი თემები, რომლებიც დღეს გადაცემაში იქნება გაჟღერებული. ეს ის თემებია, რომელზეც შეიძლება რომ მოყვე. ეხა ისე რომ გავყვეთ რა. კახელი სპორტსმენი, ვინ გვახსენდება? დიდი ლევან თედიაშვილი, ხო არის? სვანების ვინ არის ყველაზე გამორჩეული? სვანების თქვენ სფეროში. ჩემ სფეროში ნუ პირველი ათეულიდან ერთ-ერთი. პირველი ათეული ჩხიმიანი, ლიპარტელიანი, კი ბატონო, ხერგიანი. მოგზაურობთ მე რომ გამა. არა, ყველა, მაგრამ მე ვიძახი მაგრამ. ესე